რუსეთ-უკრაინის ომიდან 3 წლის შემდეგ ყველა ფაქტი მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სწორ მოქმედებაზე. ქვეყანაში თუ გარედან ყველა საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ მითითებები არ შეასრულა. მოქალაქეებისა და ქვეყნის დაცვა იყოს სწორი თუ შეცდომა, რა პასუხი აქვთ ოპოზიციასა და მესამე სექტორში. თემით პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე გვიერთდება. ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე კიდევ უფრო ცხადია ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და უფრო თვალსაჩინოა ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები. დუმს მესამე სექტორი რადიკალების ნაწილი კი ქვეყნისგან ისევ მეტის გაკეთებას ითხოვს, თუმცა უკვე ვერ აკონკრეტებს რა არის ეს მეტი. ერთ-ერთი ვინც საქართველოსგან აქტიურად ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ხაზარაძე ჯაფარიძის ლელოა. პარტიაში ისევ ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია, თუმცა ეს პოზიცია იმდენადაა წინააღმდეგობა ქართველი ხალხის ინტერესებთან, რომ ვერც ამბობენ, რას გულისხმობენ და კითხვებს გაურბიან. რა პოზიციებსაც ვაჟღერებდით, ცხადია ვართ იგივე პოზიციებზე, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ახლა ვფიქრობთ, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მსოფლიო მშვიდობის დამყარება. კონკრეტული კითხვა დავსვიდა, რომ მიპასუხოთ, უნდა დაუწესოს თუ არა საქართველოს სანქციები. თქვენი მოთხოვნა იყო ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში. იქნებოდა ეს ჰუმანიტარული, იქნებოდა ეს დიპლომატიური მხარდაჭერა თუ სხვა სახის მხარდაჭერა. რა არის სხვა სახის მხარდაჭერა? ამაზე არაერთი განცხადება მოგვისმენია როგორც ქართველი რადიკალებისგან, ისე მათი უცხოელი მოკავშირეებისა თუ უკრაინელი პოლიტიკოსებისგან. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში ამბობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებდა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ახსოვთ თუ როგორი შემოტევა მიდიოდა საქართველოს ხელისუფლებაზე, უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც იქნებოდა დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის გახსნა შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა საერთოდ. რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან თუნდაც, რომელიც გარედან ფინანსდებოდა. იყო უდიდესი ზეწოლა სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა კუთხით, ქვეყნის შიგნიდან, ქვეყნის გარედან პირველ რიგში, რომ საქართველოს დაეკავებინა უკიდურესად კონფრონტაციული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. ეს ყველაფერი არა მარტო დიდი ეკონომიკური პრობლემებით, ასე ვთქვათ, აისახებოდა საქართველოში, საბოლოო ჯამში დამთავრდებოდა რუსული აგრესიით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი პოზიცია, რომლის გამო ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ესეთი აღვირახსნილი შეტევა არის, ეს სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. 3 წლის თავზე ყველამ კარგად ნახა, რომ ეს სპექტაკლები უნდა დამთავრდეს. სპექტაკლები, რომელსაც უწყობდნენ საზოგადოებას და რომლის მეშვეობითაც 3 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ ის, რომ უკრაინაში არის დაღუპული 100,000-ობით ადამიანი, ტოლვილი მილიონობით ადამიანი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები. იმედი გვაქვს ჩვენ, რომ სწორედ შეერთებული შტატების დიდი როლის შესრულებით უკრაინაში მშვიდობა აღდგება. კონკრეტული პოლიტიკოსები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას ღიად მოუწოდებდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც საქართველოს ომში ჩართვას გამოიწვევდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ოლექსეი გონჩარენკო, რომელიც ქართველებს სოხუმში გასეირნებისკენ მოგვიწოდებდა. შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი ტანკი. ეს ციტატაა მისი ერთ-ერთი პოსტიდან. ეს მეგინ არსავიძე იყო.